ოქროს 2 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უსმენთ ცეკვის მოყვარე პოდკასტ არცტეპის მეორე ეპიზოდს. ჩვენ პირველ ეპიზოდში ზოგადად მიმოვიხილეთ და ვისაუბრეთ მსოფლიო ხალხთა და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის შესახებ. და დაკვირდით, რომ შემდგომ ეპიზოდში უკვე თავად პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად ვისაუბრებით და უფრო სიღრმისეულად განვიხილავდით ამ პროგრამის მიზანს. დაპირებისამებრ, ჩვენთან ერთად ამჟამად იმყოფება მომღერალი, ლოტბარი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს ტრადიციული ხელოვნების მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი უშიკიშვილი. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვფიქრობ, რომ საინტერესო თემაზე და შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რასაც უშუალოდ საქართველოს უნივერსიტეტის თავაზობს იმ სტუდენტებს განსაკუთრებით, რომლებსაც სურთ, რომ ეს ცეკვა ეგრეთ წოდებულ პროფესიად აქციონ. სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავალთ, მე მაინტერესებს თქვენ საქართველოს უნივერსიტეტში, როგორ მოხდით ამ ტრადიციული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელად. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით. საერთოდ იდეა წამოვიდა პირველ რიგში, რომ ყოფილიყო საქართველოს უნივერსიტეტში ეს ტრადიციული მიმართულება და ეს პირველი ერთ-ერთი ყოფილიყო, რადგან ჩემთან იყო ზოგადად დიალოგი უნივერსიტეტის მხრიდან ხალხური სიმღერისა და გალობის მიმართულებით, თუმცა მე შემდეგ იდეა გამიჩნდა მე რომ დაგვემატებინა ქორეოგრაფია და პრინციპში ეს ყოფილიყო რაც კომპლექსური მიმართულება, ეს იქნება ქართული ცეკვის სიმღერის გალობის და ასე შემდეგ. და მე შესაძლებელია რომ უკვე შემდეგ ეტაპებზე რაღაც სხვა საბაკალავრო პროგრამების დავამატოთ ტრადიციული ხელოვნების მიმართულებით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ჯერჯერობით აკრედიტაცია გვაქვს ქორეოგრაფიაზე, თუმცა ახლა მიდის პროცესი ხალხური სიმღერის აკრედიტაციაზე და გალობის და იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მიმართულება, ძალიან ბევრი საბაკალავრო პროგრამა, მათ შორის ბევრი უცხოელი სწავლობს და ასე შემდეგ, რომ ამ სივრცეში გაჩენილიყო ისეთი ტრადიციული მიმართულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობას განსაზღვრავს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი თაობებისთვის და ასე შემდეგ, ასე რომ რაღაცა თვალსაჩინო შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უნივერსიტეტისთვის არის ერთგვარი პროგრამა, საიმიჯო, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ეს არ არის პროგრამა, რომელსაც ასე ვთქვათ, რაღაც განსაკუთრებული შემოსავლები ექნება და მომგებიანი იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კერძო უნივერსიტეტია და ბუნებრივია კერძო უნივერსიტეტის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები იყოს მომგებიანი, თუმცა ესენი არ უდგებიან, უნივერსიტეტი არ უდგება ამ საკითხზე. ისინი პირიქით ფიქრობენ, რომ ინვესტიცია უნდა ჩაიდოს სწორედ ამ მიმართულებით ჩვენი ტრადიციების და ჩვენი ეროვნული კულტურის პოპულარიზაციის, მომავალი თაობებისთვის განათლების მიცემის და ამ საქმეში, რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონო, 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა და მე მაინტერესებს ამ თვითონ სტრუქტურა, შესადგენად რამდენად რთული იყო, ანუ როგორც ქართული, ისე მსოფლიო ხალხთა ცეკვის, ხო? რთული იყო, ხო, 3 წლიანი, იმიტომ ავიღეთ, რომ ინტენსიური სწავლება გავაკეთეთ. ახამდე არსებობდა ეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 4 წლიანი, ახაც არსებობს, ხო, ქორეოგრაფიული მიმართულება. თუმცა ჩვენ ავიღეთ, ჩვენ კანონმდებლობა მოგწო უკვე ამის საშუალება, რომ ქონოდა 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა. ბუნებრივია, ჩვენ ამოვიღეთ გარკვეული ტიპის საგნები, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ შეიძლება დაკავშირებული არ იყოს ქორეოგრაფიასთან. იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ რა, ზოგადად ძალიან კარგი ადამიანმა თუ ყველაფერი იცის. ეხლა ძალიან კარგია, ეხლა მაგალითად მე ვიცოდე ძალიან ბევრი ენა, ვღეროდი ყველა ჟანრის სიმღერას და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა უნივერსალური რო ვიყო ახლა. მაგრამ 3 წლიან პერიოდში ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ძირითადზე გაგვემახვილებოდა ყურადღება. რაღაცა საგნები, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია, გადაგვეტანა უკვე არჩევით საგნებში. ამიტომ მოგვეცა საშუალება, რომ გარკვეული საგნების შემცირებით კი არ და უბრალოდ ამოღებით, ანუ საიდან ამოღებით, ხო? ანუ ის მიმართულებება, რაც აქვს თეატრალურ უნივერსიტეტს. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ცალკე სულ დამოუკიდებლად გავაკეთეთ ეს პროგრამა და განსხვავდება იმათი პროგრამისგან, რომ ჩვენთან ნაკლები საგნებია, ისეთი რომელიც ვფიქრობთ, რომ შეიძლება ადამიანმა თქვა ცალკე დამოუკიდებლად შეისწავლოს, ან მაგალითად დამატებით საგნად აირჩიოს და ასე შემდეგ. აქ მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის ის, რომ პროგრამაში ხალხური ცეკვის პროგრამაში შევიდა ძალიან საინტერესო ქორეოგრაფიული მასალა, რომელიც აქამდე არ ისწავლებოდა არსად. მაგალითად საქართველოს იმ ტერიტორიებზე ჩატარებული ექსპედიციები, რომელიც ახლა ჩვენს იურისდიქციაში არ არის, მაგალითად იგივე თურქეთის ნაწილს გულისხმობ, ხო? ანუ იქ გიორგი ალიმბარაშვილი ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელი რამოდენიმეჯერ იყო ჩაატარა საექსპედიციო მუშაობები და ზუსტად იქ შეგროვებული მასალები დაემატება პლუს ამ სასწავლო პროგრამას. გარკვეული ტიპის საგნები ერთად ისწავლება, ანუ მაგალითად პრაქტიკა და თეორია. და შესაძლოა არ არის გაყოფილი მაგალითად ცალკე რაღაცა პრაქტიკა და ცალკე რაღაც თეორია. ანუ სადაც შეგვეძლო რომ ჩვენ მაგალითად ყოფილიყო კომპლექსური სწავლება, იქ კომპლექსური სწავლება გვაქვს აკეთებული და ამაგან პირობა ის რომ ჩვენ შევძელით 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გავაკეთებინა.
უნდა აღვნიშნო ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენთან ერთად არ იმყოფებიან პროგრამის თანაავტორები ქალბატონი ნინო მახათაძე და ბატონი გიორგი ალიმბარაშვილი, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათი კომენტარები მოვისმინოთ ამ ახალ სამწლიან საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი ალიმბარაშვილი, ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის თანაავტორი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამით. მუშაობის პროცესში ბატონი გიორგისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში განვეხორციელებინა ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამა. დავიწყეთ მუშაობა, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქართულ ცეკვასთან ერთად უნდა შეგვედგინა მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამაც. ამისთვის მოვიწვიეთ და პროგრამაში ჩავრთეთ კლასიკური ცეკვისა და მსოფლიო ხალხთა ცეკვის გამოცდილი პედაგოგი ქალბატონი ნინო მახათაძე, რომელიც დაგვთანხმდა ასევე და ერთად შევუდექით პროგრამის შედგენა განხორციელებას. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ საქართველოში პირველად იხსნებოდა საბაკალავრო პროგრამა მსოფლიო ხალხთა ცეკვების დამდგმელი ქორეოგრაფიის სპეციალობის მიმართულებით, ამიტომ მეგრევი შევუდექი პროგრამის გამზადებას. რაც შეეხება საგნების შერჩევას, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ჩემი და გიორგი ალიმბარაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა მრავალწლიანია, ჩვენ გვემუშავია არამხოლოდ უნივერსიტეტში, კოლეჯში და სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებში და იმისათვის, რომ აღზარდოთ დამდგმელი ქორეოგრაფი, ძირითადი საგნები გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება, ამასთან ერთად ჩვენ ვიხებთ ზღვანელეთ მსოფლიო გამოცდილებით, იმ უნივერსიტეტებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ხალხური ცეკვები ისწავლება და აქედანაც ავიღეთ მაგალითი. ამასთან ერთად უნივერსიტეტმაც შემოგთავაზა საგნების ის ჩამონათვალი, რომელიც კვალიფიციური სპეციალისტის აღზრდას შეუწყობს ხელს. მე მაინტერესებს განსხვავებული გარდა იმისა, რომ ეს საგნების სიმცირე, ხო, რა არის ამ პროგრამაში განსხვავებული? ხო, აი პროგრამაში განსხვავებული არის ის, რომ თვითონ ცეკვის პროგრამა არის ძალიან ისეთი სხვანაირი, ახლებური, ნოვატორული. სწავლების პროცესიც აბსოლუტურად სხვანაირი გვაქვს დაგეგმილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტები სწორედ ჩვენთან ექსკლუზიურად შეისწავლიან თურქეთში ჩვენს მიერ სხვადასხვა დროს ფოლკლორულ ექსპედიციებში ჩაწერილ, კერძოდ ჩვენებურებთან ლაზურ, ტაოურ, შავშურ და კლარჯურ საფერხულო საცეკვაო ფოლკლორულ ნიმუშებს. ჩვენ უნივერსიტეტი გვაძლევს იმის საშუალებას შემდეგ, რომ ბოლო კურსზე აქტიურად იყვნენ ჩართულები საექსპედიციო მუშაობაში სტუდენტები. მათ შორის გვაქვს ძალიან კარგი საგნები და პრაქტიკული ნაწილი ამისა, რომ თქვა იგივე მაგალითად წავიდნენ სადღაც რომელი რეგიონში გაჩერდნენ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ უკვე ეს ბოლო საგამოცდო პერიოდისთვისაც გარკვეული მასალა შეაგროვონ, რომ თქვა სადიპლომოს გაკეთების დროს მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ თქვა რეგიონებში სიარულით, ექსპედიციებით, ჩაწერებით, გადაღებებით რაღაც გარკვეული გამოცდილება მიიღონ და შემდეგ ეს უკვე თქო უნდა გამოიყენონ უკვე დასრულების დროსაც, ხო? ჩვენ გეგმავთ, რომ ესეც საინტერესო განსხვავებაა, რომ ყოველ წელს ევროპიდან ან ამერიკიდან მოვიწვიოთ ერთი ქორეოგრაფი. მე ვფიქრობ ასე, რომ ზოგადად ინფორმაციის ქონა, რა პროცესები მიმდინარეობს, მაგალითად იგივე ევროპაში, როგორ მუშაობენ ქორეოგრაფები, ეს ერთი მომენტია და მეორე ისაა, რომ ისინი სოფლიო ხალხთა ცეკვებსაც სწავლობენ, ჩვენი სტუდენტები, აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იქნება, რომ მასტერკლასები კი აუცილებლად იქნება. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ ფრანგ ქორეოგრაფთან, ძალიან საინტერესო ადამიანთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს არა მარტო ჩვენი სტუდენტებისთვის იყოს, არამედ გავხსნათ და სხვასაც შეეძლოს, რომ მოვიდეს ამ მასტერკლასებზე. რატომ უნდა შეარჩიოს მსოფლიო ხალხთა ცეკვები? ამ სპეციალობის შექმნას ის დანიშნულება და მიზანიც აქვს, რომ არაერთი სტუდია თუ ანსამბლი ქართული ხალხური ცეკვის, მათ შორის სახელმწიფო ანსამბლებიც კი, ხშირად თავიანთი რეპერტუარის გასამრავალფეროვნებლად მიმართავენ მსოფლიო ქორეოგრაფიას. ხშირად ნახავთ უკრაინული, ბოშური, იტალიური, ესპანური ცეკვების ეტიუდებს, საცეკვაო ნომრებს, რომლებიც ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლების რეპერტუარს ავსებს. ჩვენი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს არის, რომ აღზარდოთ კვალიფიციური კადრი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს იმ ცოდნითა და განათლებით, რაც აუცილებელია შესაბამისი პროდუქტის შესაქმნელად. ასევე ჩვენ გვექნება მასტერკლასები რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები, მოვიწვევთ მათ უხუცესთა ჯგუფები, მათ აჭარიდან, სვანეთიდან, სხვა კუთხიდან და ისინიც იმუშავებენ ახალგაზრდებთან და ისინი უშუალოდ შეეხებიან, ასე ვთქვათ, ახალგაზრდები აი ძალიან მნიშვნელოვან ძველ ჩვენს უნიკალურ წარსულს.
ძალიან საინტერესოა მართლაც და აი ეს დამდგმელი ქორეოგრაფია თვითონ რას მოიცავს? იცი რა, დამდგმელი ქორეოგრაფიას რაც შეეხება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ საერთოდ ასეთ სტერეოტიპი არსებობს ზოგადად ქორეოგრაფებზე, რომ აი რაღაცა ქორეოგრაფებს თეორიული განათლება ნაკლები აქვს და უფრო პრაქტიკოსები არიან. მე ასე არ ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა განსაკუთრებით შემხვდა ამ ბოლო დროს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო თეორიული განათლება აქვს და მე მინდა რომ აი ესეთი მიმართულება შეიქმნა საქართველოს უნივერსიტეტში, რომ პრაქტიკას საერთოდ ძალიან დიდი აქცენტი გაკეთეს მათ შორის თეორიულ ნაწილზე, იმიტომ რომ თუ სიღრმისეულად იცი რაღაცა, მაგალითად, ცეკვა საიდან მოდის, როგორ მოდის, ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამდგმელმა ქორეოგრაფმა, რომელიც შემდგომ უკვე ვთქვათ, ბავშვებთან უნდა იმუშაოს, ან უფროსებთან უნდა იმუშაოს, რაღაცა თავისი ქორეოგრაფით რა არის, ხო? დამდგმელი ქორეოგრაფია არის ის კი არა, რომელიც რაღაცის კოპირებას აკეთებს, ხო? რაღაცის გადმოიღებს ვიღაცის დაგმოცეკვას და ეხლა თვითონ აწეკვს, არამედ თავად მქონდეს გარკვეული ხედვები დადგმის დროს, ხო? მაგრამ ეს ხედვები გაქვს მაშინში, როდესაც ინფორმაცია გაქვს, ანუ კარგად იცი მაგალითად ხულოში როგორ ჩეკოწეკვავდნენ, შუახებში როგორ წეკვავდნენ, ვთქვათ, სადღაც კიდე, რა ვიცი, რომელიმე კიდე სხვა სოფელში როგორი ხორუმები იყო გავრცელებული და ასე შემდეგ. ამიტომ ინფორმაცია საკმაოდ ბევრი უნდა გქონდეს. ეხლა მე როგორც შემსრულებელს მომღერლის მაგალითად, ხო? ეხლა იმპროვიზაციას როდესაც ვაკეთებ სიმღერაში, ეს იმიტომ კი არ ვაკეთებ იმპროვიზაციას, რომ რაღაცა ალბათ ეს არის კიდე ის ნიჭი, რომელიც რაღაც ამ ერთმა ადამიანს მისცა, მაგრამ პლუს ამას კიდე რომ ინფორმაცია გაქვს, ანუ ინფორმაცია ვინ როგორ მღეროდა, რა ვარიანტებს მღეროდა, ანუ ადამიანი როცა ვაკუუმში ხარ და მხოლოდ ერთი დადგმული რაღაცა აჭარული იცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც საინტერესო დადგმას ვერ შეძლებ. თუ შეძლებ რაღაც საინტერესო დადგმას, ეს არ იქნება ჩემი აზრით დაფუძნებული რაღაც ძველ წყაროებთან, რომელიც ძალიან საინტერესოა და შეიძლება ეს იყოს რაღაცა ახლახანს შემოსული რაღაც გარკვეული მოძრაობები, რომელსაც თვითონ იგონებენ ადამიანები. ეს შეიძლება ვიღაცას მოწონს, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, რომ აი ძველი ტრადიციული ქორეოგრაფია გავრცელებული რაც არის და რაც იყო მათ შორის საექსპედიციო მასალებში რაც არის, მათ შორის დღესაც რაც არის შემოსენილი ყოფაში, ამაზე გქონდეთ ჩვენს სტუდენტებს ცდომა. კი ბატონო, რამდენი ქორეოგრაფი უწყობა? ანუ ქართულს თავის იყოს და მსოფლიო ხალხთაც იყოს თავის. პირველი წელი ერთად ისწავლიან და შემდეგ უკვე არჩევა ხდება. პირველ-მეორე სემესტრში სტუდენტები ერთად ეუფლებიან სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ძირითად კურსებს. ხოლო მესამე სემესტრიდან ხდება მათი დიფერენცირება ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის მიმართულებებით. და ერთად საბაზისო ცოდნაში ანუ რას ისწავლიან? ანუ როგორ არის იცი რომ თეორიულ ნაწილშიც კი ერთად ისწავლიან, მაგრამ მე უკვე იყოფა მეორე კურსიდან უკვე თქვა, ვინც გადავა მსოფლიო ხალხთა ცეკვაზე, ის გაძლიერებულად სწავლობს უფრო ცეკვის ამ პროგრამას, თუმცა ქართული მაინც აქვს დარჩენილი, მაგრამ ქართულზე ვინც მიდის, ის გაძლიერებულად ქართულს მსოფლიო ხალხთა ცეკვებისთვის სავალდებულო არის ქართული ცეკვა, უბრალოდ ნაკლები დაკვრით სწავლობს, როგორც მეორე მიმართულება. კი, მე ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან კაი ის არის ნაბიჯი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეხლა დღევანდელ სიტუაციას რო გადავხედოთ, ყოველი მეორე მოყვარული ხსნის სტუდიას. მე ვთვლი, რომ არასწორია იმ მხრივ, რომ იჩაგრება ეს ადამიანი, ვინც წლებია ამ საქმეს მიყובה და რაღაცა. მე მაინტერესებს ეს თქვენი აზრით ეს ახალი შემუშავებული პროგრამა რამდენად იმოქმედებს ქორეოგრაფიულ სფეროზე ზოგადად. როგორც ქართული ცეკვის მხრივ, ისე მსოფლიო. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში რა განათლების საკითხში ბევრი რამ როგორ გასაკეთებელი რა, ანუ ბევრი რამე საკლია ის საგანმანათლებლო კუთხით მუშაობა, მათ შორის ქორეოგრაფიაშიც, მათ შორის სიმღერაშიც და სხვა ბევრ რამეშიც რა, განათლება ერთ-ერთი მთავარია, რაც ჩვენ ნამდვილად გვაკლია დღეს და ამიტომ ვფიქრობ, რომ სულ მინიმუმ 3 წელი, როდესაც იმ გარემოში ისწავლის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოს რომელიმე კუთხიდან, სულ მცირე ისეთ ინფორმაციას წაიღებს აქედან, რომ მას შემდეგ მუშაობა ძალიან დაეხმარება, ეცოდინება სწორად რა არის ქართული ცეკვა, რისგან განსხვავდება ცეკვები ერთმანეთისგან, მელოდიების გამოყენება როგორ უნდა მოხდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც ბუნებრივად აისახება უკვე შემდეგი თაობების აღზრდაზე, იმიტომ რომ შენ თუ არაფერი იცი, სხვას რა უნდა ასწავლო, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბავშვებთან გვაქვს ჩვენ შეხება და თავად ახსენეთ თქვენ, რომ ბევრი არაპროფესიონალი მათ შორის ხსნის რაღაც სტუდიებს და ბავშვები მიდიან მასთან და ასწავლენ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დანაშაულია, როდესაც ბავშვის დამახინჯება ხდება, ხო და არასწორად ასწავლი რაღაც. გარდა მაგისა, იგივე მაგათ ქორეოგრაფებს პრობლემა აქვს ხოლმე ხშირად მაგათ მუსიკასთან დაკავშირებით, ხო? აი მე მაგალითად, როდესაც მივდივარ რაღაც ქორეოგრაფიულ კონცერტზე, ცეკვის კონცერტზე, ვიღლები ანუ ყური რაღაც საშინელ მდგომარეობაში მაქვს რა, იმიტომ არ შეიძლება ახლა მაგალითად ერთ სიმღერაში, ერთ ცეკვაში მაგალითად მუსიკა შეიცვალოს 14 ჯერ. ნუ აი ხო არ შეიძლება 14 ჯერ შეიცვალოს რაღაც დამონტაჟებული საკუთარი მაშინ გადაბმული ცეკვებზე მუსიკა რაღაცა 14 ჯერ შეცვლილი. ნუ კატასტროფაა. სამწუხაროა რომ ქორეოგრაფების დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევს მუსიკას და გონია რომ ეს არის მეორე ხარისხოვანი და მე ვფიქრობ მაინც რომ არის ძალიან თანაბარი რა, იმიტომ რომ მუსიკის გარეშე ცეკვა რა ვიცი რა შეიძლება იყოს ან პირიქით ხო?
ქორეოგრაფია არ არის მხოლოდ მოძრაობა. ეს არის მუსიკა, ეს არის სამოსი, ეს არის კულტურა, იმ კონკრეტული ქვეყნის სხეულის ენა, რომელშიც მთელი ისტორიაა მოთხრობილი. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიციური კადრის აღზრდა. თეორია გასაგები, ანუ პრაქტიკისთვის ცალკე სივრცე არის ხო, როგორც გამოყოფილი სტუდენტებისთვის? კი, პრაქტიკისთვის საკმაოდ ერთ-ერთი კარგი დარბაზი გვაქვს და სრულიად მისაღები არის იმ პირობებისთვის, ასე ხა ჩვენ ვაკეთებთ. წელს როგორც ვიცი, მაისის თუ ივნისის თვეში დაიწყეთ, ხო, უკვე როგორც ვიცი. მაისში დავიწყეთ ჩვენ შიდა ტურები. კი, და შიდა ტურებზე როგორ იყო სიტუაცია? დაახლოებით 26-მდე იყო რეგისტრირებული, 20 ადგილი ვარ გამოცხადებული და საბოლოო ჯამში 20 გავიდა საბოლოოდ. ჩვენ მივეცით საშუალება, რომ რამდენი ადგილიც გვაქვს საბოლოოდ იმდენი ადგილიზე დაგვეტოვებინა 20 ადამიანი და ეხლა უკვე რამდენი მოხდება საბოლოო ჯამში ამას განსაზღვროს ეროვნული გამოცდები. კი ბატონო, და ეს ადგილი ანუ განსაზღვრული არის 20 ადგილი. 20 არის მარტო, აჰა. ამ საკითხში 20 ადამიანიდან სიმართლე რომ გითხრა, ერთიც რომ გამოვიდეს კარგი დამგველი ქორეოგრაფი, უკვე ძალიან კარგია, მაგრამ დანარჩენები თუ იქნებიან კარგი რეპეტიტორები მაგალითად და თქვათ ისინი ბავშვებთან ჩაატარებენ რაღაცა სხვა ქალაქში საქართველოსი რეპეტიციებს და მათ ასწავლიან ცეკვას, ვფიქრობ რომ დადებითი მოვლენაა ავტომატურად. საჭიროა მაინც პროფესიული განათლების კუთხით ყველაფერი საჭიროა. წელს აბიტურიენტების უმრავლესობამ მხოლოდ ქართული ცეკვის მიმართულება აირჩია, მაგრამ ეს ახალი პროგრამა არის და ვიმოდომებთ, რომ მომავალში აუცილებლად ჩააბარებენ მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის მიმართულებითაც. ამ ეტაპზე დიდი ინტერესი არ ჩანს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი ფაქტორი არის საზოგადოების ინფორმირებულობა. სამომავლო გეგმებზეც რო გადავიდეთ. ხო, ემატება ხა ხალხური სიმღერა უკვე მომავალ წელს დაემატება და გალობა და შემდეგ გვაქვს კიდე რაღაცა მიმართულებები, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენ უფრო ცოტა გავაფართოვოთ ტრადიციული მიმართულების კუთხით და ჩვენ ვცდილობთ რომ აი მაქსიმალურად ისეთ საგნები შევიტანოთ, რომ ამ ახალგაზრდებმა საბოლოო ჯამში განსაზღვრული წარმოდგენები ქონდეთ ქვეყნის წარსულზე, ქვეყნის მომავალზე, ხედვები თავისი და ამ კუთხით განათლებაც, რომელიც დაფუძნებულია ხო აი ფაქტებზე, ისტორიებზე და ასე შემდეგ, მე მიმაჩნია რომ ძალიან აუცილებელია. და თქვენ რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ ამ პროგრამაზე რომ ჩააბარონ? მე ვფიქრობ, რომ პროგრამაზე ზოგადად ნებისმიერი სპეციალობს როცა ირჩევ, მე პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უნდა გიყვარდეს ძალიან. ან იმიტომ კი რომ დააბარებდეს რაღაცას მაგალითად, რომ იქ ვერ მოხვდები და მოდი აქ მაინც მოხვდე. ანუ მე მგონია, რომ თუ გადაწყვეტ რომ უმაღლესი განათლება გინდა, მაშინ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მქონდეს მაღალი мотиваცია და ბოლომდე მიყვე ამ საკითხს. ამიტომ მე ახალგაზრდებს ურჩევ ყველას რომ ვთქვათ უყვარს ქართული ცეკვა და ვისაც უნდა რომ პროფესიონალურად ასე ვთქვათ გააგრძელოს მოღვაწეობა, ჩვენ პროგრამაზე აუცილებლად უნდა ჩააბარონ, იმიტომ რომ ეს პროგრამა მისცემს საშუალებას რომ ძალიან მაღალი და კვალიფიციური განათლება მიიღონ, რომელიც შემდგომში ძალიან გამოადგებათ. მათ შორის დასაქმების კუთხითაც. კი ბატონო. ერთხელ მოგესალმება, საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. აქვე აუცილებლად მადლობა მინდა გადავუხადო პროგრამის თანაავტორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდნენ, თუმცა ონლაინ მაინც კომენტარის სახით ჩავრთეთ მათი მოსაზრებები. დრო აბგონი უკვე გადავინაცვლოთ დასასრულისკენ და სანამ უშუალოდ ამ ეპიზოდს დავასრულებდი, ფიქრობ საინტერესო იქნებოდა გავგეგო პროგრამის თანაავტორების კომენტარები თუ რას ურჩევენ ახალგაზრდებს. ხელოვნება ყოველთვის ასახავდა ყოველდღიურობას, იმ მისწრაფებებს და იმ ფორმებს, რაც კონკრეტულ ეპოქას ახასიათებდა. ახლა ძალიან საინტერესო პერიოდია და ამ სპეციალობის შერჩევით ახალგაზრდებს ვურჩევ ღრმად ჩაიხედონ წარსულში და კარგად შეისწავლონ ხალხური ქორეოგრაფია, რომელიც თავის თავში ინახავს ისტორიას და რომლითაც შეიძლება მომავლის დაწერა. აღნიშნული ქორეოგრაფიული მიმართულების საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტი იშრომონ, უფრო მეტი თავდადებით და შემართებით მოემზადონ შემოქმედებითი ტურებისთვის. გაეცნონ სხვადასხვა პროფესიულ ლიტერატურას და რაც მთავარია, კარგად გაიაზრონ პროფესია დამდგმელი ქორეოგრაფი. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. მოკლედ რომ თქვა, არც ტეპი არ აპირებს განშერებას და უფრო სიღრმისეულად მიისწრაფვის ცეკვის სამყაროსკენ. თქვენ კი მადლობას გიხდით, რომ გვისმინეთ. მე მარიამ მაჭარაშვილი ვარ და ეს იყო ცეკვის მოყარე პოდკასტის მეორე ეპიზოდი. გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე. წინ ბევრი საინტერესო სიახლე გელით, დროებით. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.